საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს კოალიცია ქართული ოცნების ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია, რომელიც ნაბად და სუფნის მოსახლეობას საერთაშორისო დამკვირვებლების თანხლებით შეხვდა. ღია დემოკრატიის კომიტეტის წარმომადგენლებს ბესელიამ ყველა იმ ხელი შემშლელ ფაქტებზე მიეწოდა ინფორმაცია, რომელიც ფოთში წინა საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას ექმნებათ. თავად დამკვირვებლებმა მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავეს, ისინი პოლიტიკოსებთან ერთად შეხვედრაზე მისულ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ადამიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დადიოდა მოსახლეობაში და მათ ეუბნებოდა, რომ არ გამოსულიყვნენ შეხვედრაზე, თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრა მაინც შედგა და მოსახლეობა გამოდის ამ შეხვედრაზე, თუმცა ამ დაშინების და ზეწოლის ფაქტების დაფიქსირება და მათ მიერ ამ ფაქტების უშუალოდ ხილვა მე ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრობლემები ძალიან ბევრია ჩვენს ქალაქში. თუ კი საქართველოში სადმე პრობლემები არის ფოთში. იმიტომ რომ ყველაზე მეტად უჭირს ფოთს, როდესაც ფოთი ყველაზე საუკეთესო ქალაქი უნდა იყოს.